მიეცი ადამიანს ფული და ძალაუფლება და შენ ნახავ რა არის ის. როდესაც ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ის არის დაუსჯელი, ან როდესაც ვერ ხედავენ რას აკეთებს, ისავლებს თავის ნამდვილ სახეს. ჩვენ უწესოები ვართ. რეალურად ჩვენ ეს მორალები გვაკავებს, მორალები და ზნეობრივი მაგალითები რო არ იყოს, მაგ შემთხვევაში, არ ვიცი, ხელაღებულად მოვიქცეოდით? მამაო, ჩვენში არისო დემონი. კიო შვილო. ანგელოზიო? ანგელოზიცო. ესე იგი არისო მხეციცო და არისო კარგი რაინდიცო, კიო ყველაფერი არის და ვინ იმარჯვებსო? ვისაც გამოკვებავო. აი ეს არის თავის ტვინი. და ეს სამ ნაწილად რო დავყოთ. აი ეს უძველესი ნაწილი უწოდებენ რეპტილოიდურ ტვინს. შემდგომ უკვე ძუძუმწოვრები წამოვიდნენ და აი ეს უკვე არის ადამიანი, თავის ტვინის ქერქი. ჩვენი ტვინი შრეობრივად მოიცავს მთელს ჩვენს ფილოგენეზურ წარსულს. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ამ სტრუქტურების უზრუნველმყოფი გენეტიკური აპარატი. პედოფილიის განმარტება, ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. დღესდღეობით 200,000 საიტია ბავშვთა პორნოგრაფიით. მათი წლიური შემოსავალი 3 მილიარდი დოლარია. ის რომ ეს არის დანაშაული და ყურისთვის გაუგონარი, ამაზე ეხლა ჩვენ აღარ შევჩერდებით, უნდა გავცდეთ მორალურ პანიკას, ეხლა უნდა ვცადოთ რა არის ამ უბედურების მიზეზი. ყველაფერი იწყება თავიდან. და ყველაფერი იწყება თავიდან. საბერძნეთი, ამაზონიის ჯუნგლი, ცხოველები, ჩვენ ვართ ცხოველები, ინსტინქტებით დატანჯული. ამ ტანჯვაში იბადება პოეზია, ფილოსოფია, დიდებული შედევრები და იბადება აი ეს